გამარჯობა მეგობრებო, ამბასადორი სპორტი დაგიბრუნდათ. ეს გადაცემა რაღაც პერიოდის განმავლობაში პერიოდულობით გქონდა ხოლმე, მაგრამ ეხლა მინდა მაყურებელს უთხრა, რომ პრინციპში ყოველკვირეული იქნება, გავეგებინებთ კონკრეტულად როდის დაიდება ხოლმე, როგორ სპორტულ თემატიკაზე გვექნება ტრადიციულად საუბარი. ხა მე რომ მიყურებთ შეიძლება გონიათ რომ ფეხბურთზე უნდა ვისაუბრო, ჩემი ფორმიდან გამომდინარე, უბრალოდ ამით მინდოდა ჩემი საწყალი ბარსელონასთვის მხარდაჭერა გამომეცხადებინა. მაგრამ დღეს არ გვექნება ფეხბურთზე საუბარი, სტუმრებით მიხვდებით მაგ ამბავს. ბიზინა გავაშელი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი პარტნიორი, ისევ ჩვენთან ერთად არის, მას ჩვენი მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს და პრინციპში ჩემი აზრით ბიზნესთან საუბარი ყოველთვის საინტერესო გამოდის ხოლმე. და ჩვენი პარტნიორი ამ ამბებში და ბიზნეს სპარინგ პარტნიორი ყავს კახა კორთხონჯია, ასევე სტუმრად კიდევ ერთი საინტერესო მებრძოლი, საინტერესო ადამიანი. მადლობა ბიჭებო რომ მოხვედით. მეც აქ ვარ. გამარჯობა. აუ, ლუკა ხოჯავა რაც თავარია და მოვიწყდა თქვენთვის რომ წარმომედგინა, ლუკაც აქ არის. მის გარეშე ამ თემაზე საუბარი უბრალოდ არ გამოდის. წარმოუდგენელია. როგორ ხართ აბარაშვილით? მოგესალმებით კიდევ და კიდევ. აუ, კარგად ყველაფერი, გემრიელად მზადებაში ვართ. მაქსიმალური დატვირთვები, უკვე ბოლო ეტაპზე ვართ, ესე ვთქვათ, ზუსტად 1 თვე დარჩა ჩხუბამდე, რავი, ყველა მიცის ბევრი ჩხუბი, ესე ვთქვათ, ჩაიშალა, გადაიდო. ხო, ხალხს არ ეგონოს, რომ ის სცენა უკვე და მოხვედი და ახლა შემდეგს უმიზნებ, ეგრე. რახან ესე დავიწყებ და მაგასაც მოვაპოლებ რა. ანუ ისეთი სიტუაციები შეიქმნა, რომ ჩვენიდან არ არის გამოწეული ყველაფერი. ეშინიათ. ხო, ანუ ჩინეთში უნდა გვეჩხუბა, იყო ჩანიშნული ჩხუბი, იყო მოწინააღმდეგე ყველაფერი არ დაალაგებულად, მომზადებულიც ვიყავით, ესე ვთქვათ. მერე ჩაიშალა ერთი იმ ხრივ, რომ უცებ ტრავმა მიიღო, აგვირეკეს, მერე ჩაანაცვლდა სხვა მებრძოლით, მერე იმანას ტრავმა მიიღო უცებ. და ანუ ბოლოს ჩასვეს ერთი კარგი ბიჭი იყო სხვათა შორის და ის დიდი პერიოდი უკვე ვემზადებოდით, ესე ვთქვათ, უკვე მისთვის რა კონკრეტულად და ბოლო კვირამდე იყო მისული და უკვე მეც აღარ ველოდებოდი, რომ აი ესე ამოვარდებოდა რა, იმიტომ რომ ძირითადად ეხსნებიან ხოლმე, როცა რაღაცას თავს არიდებენ ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა მარტო სპორტი არ არის, ეს და ბიზნესურათაც უდგებიან. მაინც უნდათ რომ ცოტა მარტივი გზით და ისე გაიკვალონ რა, ეს ვთქვათ გზა, ხო რა. ხო და აქედან გამომდინარე აღარ ველოდებოდი რომ ამოვარდებოდა თან ცუდი ბიჭი არ იყო ეხა UFC-ს შესარჩევები ქონა მაჩხუბი ისე საკმაოდ რეიტინგში დაახლოებით ისე იყო როგორც მენა გიჩალიჩებენ მოდუნება უნდა ბიზნესს ხო მაგრამ ნუ ვერ გამტეხავენ და ვერ მომადუნებენ ეხა ეგ ეხა მაგას არიციან მაგრამ მე კი კარგად ვიცი ეს ყველაფერი ისიც ჩაეხსნა თუმცა რავი შემოგთავაზეს ახალი ჩხუბი ახალი ბრძოლა ესე ვთქვათ ტოპ 5-ის ბრძოლა იქნება ბრეივში მეც რა თქმა უნდა ტოპ 5-ში ვარ და ქამის ნომერ პირველი პრეტენდენტი ვარ და ისიც ტოპ 5-ის წევრი არის და ანუ ძალიან სერიოზული ბრაზილიელი არის კი ბრაზილიიდან არის და საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია ესე ვთქვათ 1-2 სიტყვით რომ დავახასიათო უნივერსალი მოჩხუბარია ესე ვთქვათ სტრაიკინგიც ძალიან ისეთი აქვს კარგი და თავისებური ესე ვთქვათ უფრო შერეულად აქვს რა ხელი ფეხი ორივეს კარგად ხმარობს რა პლუს ჭიდაობს კიდევაც დაბლა გრეპლინგსაც კარგად ფლობს ნუ როგორც ახლა ბრაზილიელები ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს რა თქმა უნდა კარგად ფლობს ესე ვთქვათ რა და რაც ყველაზე ისეთია მებრძოლებისთვის კარგი პლუსი და დიდი პლუსი ესე ვთქვათ სუნთქვა ანუ ჟარგონულად დიხანია ესე რომ დავარქვათ ბევრი უფრო კარგად გაიგებს ესე კარგი დიხანია აქვს რა რთულია დაღალო ხო? ხო, რთულია დაღალო, ხასიათიანი ბიჭია და მიყვება ბოლომდე მაქსიმალურად ცდილობს, რომ აი ყველაფერი გააკეთოს თავის მოგებისთვის, ესე ვთქვათ რა. თუმცა ხა მეორე მხრიდან ჩვენ ვართ აქეთ. ანალოგიურად ყველაფერი გვაქვს, უნივერსალური მებრძოლი ვარ მეც. და ხა ბერმა ვინც იცის, ვინც არ იცის, შეუძლია გადახედოს ნახავენ კიდევაც და კიდევ რა თქმა უნდა, შემდეგი ბრძოლები უფრო მეტის მაჩვენებელი იქნება, იმიტომ რომ უკეთესი მზადება, უკეთესი სიტუაცია, რა თქმა უნდა, ახალი პარტნიორების დამსახურებით, ჩვენი რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე, რავი, ვფიქრობ, ძალიან კარგი ბრძოლა უნდა გამოვიდეს, საერთო ჯამში აზრიანი ჩხუბიც იქნება, იმიტომ რომ ახლა ტოპებია და რაღაც გამართან ძალიან ახლოს ტრიალებთ რა მაინც. ეხლა რო თქვა 1-2 სიტყვით კარიერის თემაშიც ისეა დაალაგებული სიტუაცია, რომ მქონდა რაღაც გეგმები, რაც არ ვამხელდი, ესე ვთქვათ. მაგასაც ვიტყვი 1-2 სიტყვით დასაწყისშივე, ხო.
რომ ქონდა ესეთი გეგმა, ერთი ჩხუბი ეს რაც იყო, უნდა ჩაგვეტარებინა და წამოსულიყავით ბრეივიდან და UFC-ის კონტენდერებზე უნდა გვეჩხუბა რა. მაგრამ რაღაცები შევცვალეთ ცოტა უკეთესობისკენ რა თქმა უნდა. ნუ ეგ ჩემზეა დამოკიდებული, ისევ ჩემ ხელშია ესე ვთქვათ, მინდა ისე გავაკეთებ, მინდა ისე გავაკეთებ, თუ მინდა ამ ბრძოლის მერე ისევ იმას დაუბრუნდებით, მაგრამ ანუ უფრო აზრთან და ესე ლოგიკასთან ახლოს იქნება უკეთესობისკენ ესეთი რაღაცა რომ გავაკეთოთ. იმიდან გამომდინარე, რომ ამდენი ბრძოლა გამიუქონდა, ჩამეხსნენ, კი ცდილობდა ორგანიზაციაც რომ გადაერჩინა ჩემი შეხვედრა, ესე ვთქვათ, მაგრამ არ გამოსდიოდათ იქიდან გამომდინარე, რომ არ ეთანხმებოდნენ, მოკლევადა იყო, ან უბრალოდ შეხედავდნენ თავიდან, ეთანხმებოდნენ და მე რომ გადაუგზავნდნენ ვისთან უწევდა ჩხუბი, უარს იძახდნენ, იყო ეგეთი შემთხვევებიც არაერთი. და ანუ ეხა ეკო ჩემი პრობლემა არ არის, აი ჩემი პრობლემა არის ის, რომ მე კარგად უნდა მოვემზადო, წონა კარგად გავაკეთო, გავიდე და ჩემი საქმე გავაკეთო ოქტაგონზე, ხო? მაგრამ მათი საქმეა უკვე ეს matchmaking-ი გააკეთონ კარგად, დასვან ჩხუბი, მომიყვა მებრძოლი, ვისაც შევებრძოლებ, ხო? ეგ ჩემი საქმე არ არის. და ზუსტად მაგასთან დაკავშირებით პრობლემაც იყო ჩემი და რო არ არის გამოწეული ეს ყველაფერი. 26 წლის ვარ და 26 წლის სულ არ ვიქნები რა და მნიშვნელოვანი ასაკია, მნიშვნელოვანი პერიოდია, მით უმეტეს ყველა, ანუ დღითი დღე ესე ვთქვათ, ვითარდები და ჩემთვის უყურებ, რომ სხვადასხვა დონეზე ავდივარ რა, უფრო და უფრო რა, ხო, უყურებ ხა ჩემთვის, ჩემ ვარჯიშებს და ამ დროს მე ჩემი თავის გამოცდას და გამოცდა მჭირდება და მაინტერესებს და მინდა რომ ეს ყველაფერი რასაც მე ვითვისებ, დავხარჯო, ხო ხდები რა და ხალხსაც ვაჩვენო და მით უმეტეს ხა ისეთი სიტუაცია დიდი ხნის განმავლობაში ეს არ ჩხუბი, როცა ტრამვა არ გაქვს, რატო არ მაიჩხუბო, ხო? მაგისტვის ვარჯიშობ, რომ უნდა მოვემზადო და ვიჩხუბო და გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი. ფინანსებსაც თავი რო დავანებოთ, კარიერული თვალსაზრისით რო ვთქვათ, ანუ როცა შენ ტრამვა არ გაქვს, როცა შენ ემზადები და სულ ფორმაში ხარ და შეგიძლია ჩხუბი, ანუ უნარი გაქვს ამ ყველაფრის, ხო? შრომით უნარიანი ხარ და ამას ვერ, ანუ რეალიზაციას ვერ უკეთებ, ხო? ეს პრობლემა იყო ძალიან დიდი, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციასთან ვისაუბრეთ, დაჟე ეს ჩხუბი რო გაუქნა, მე უთხარი კიდევაც რომ მეთქი მაშინ მივდივარ, არ მინდა რა, ანუ იმიტომ რომ ბევრი ისეთი ის დაგროვდა რა. გეუნებიან ესე, გასაგებია, იძახიან რომ ანუ ჩვენი ეს under champion-ი ეს ხო ხდები და არ ვინა შენი გაშვება და პატივს გცემთ და ეს ხო ხდები, მაგრამ საქმით მაჩვენო მინდა რა. გაჩხუბონ ბოლო. ხო რა, მაჩხუბონ რა, ეხა ის ხო არ არის მომზადო თან პლუს სტრესია ძალიან დიდი, როცა ახალი წლის მერე მზადებაში ხარ, მზადებაში ვარ სულ რა, ველოდები ჩხუბს, გადაიწია კიდევ მზადები. ხო, პიკზე ხოლმე გავხვიდები. ხო და ანუ ესე ამდენი წონის კლება ისე მე თან დიდი ხნით ადრე ვიწყებ კლებას რა. მზადებას როგორც კი ვიწყებ, მე დიეტაზე ვარ და სულ ეს რეჟიმით მეყვევი ხოლმე მაქსიმალურად რომ ჩემი თავის შიში ვიყო რა. ხო და ანუ მაგაზე ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა დაჟე რომ ქშია მიუხედავად იმისა რომ დიდი პრობლემაა. მიუხედავად იმისა რომ დიდი პრობლემაა რეალურად რა, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი აისახება შენ ფიზიკურ გამძლეობაზეც, ფიზიკურად მე ტრამვული შეიძლება იყო რა, თუ უკვე რაღაცას ზედმეტს აკეთებ და ერთი და იგივე, ანუ რო რაღაცა ერთმანეთს უღრახუნა, უკვე ცვთება ხვდები. ხო და ანუ ანალოგიური თემა არის აქაც რა. ამ ყველაფერს შედეგი უნდა მოყვებოდეს. შედეგი და რეალიზაცია რო არ აქვს, უკვე დიდი პრობლემა იქნება რა. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ. ყველაფერი ანუ მიიღეს ესე ვთქვათ ის, რომ მართალი ვარ და ყველანაირად ეცდებიან რომ გამოასწორონ ჩემი სიტუაცია და ისიც შემპირდნენ რომ ამ წლის ბოლომდე დაჟე 3 ჩხუბი შემიძლია ვიჩხუბა, ეხა ვიჩხუბა 1 და კიდევ 2 წლის ბოლომდე რა. და რო დავფიქრდით, მე მენეჯმენტსაც ვესაუბრე, რა თქმა უნდა, ერთად განვიხილეთ ეს ყველაფერი აქ საქართველოშიც, იქით ამერიკაშიც და ანუ საერთო ჯამში როგორი სურათი არის ესეთი დახატული რა. ეხა ერთი ჩხუბი აქ რო ვიჩხუბო მე კონტენდერებს უნდა ველოდო წლის ბოლოსკენა რა, აგვისტოს, სექტემბრის მერე იწყება, ანუ სექტემბერში იწყება რა იდეაში. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერია, როდის ჩახსოვენ არ იცი რა. ანუ წლის ბოლოს ველოდები და მერე ველოდები კიდე იქიდან იქ უნდა მოიგო და უნდა გადახვიდე შემდეგი, ანუ შემდეგი წლისთვის გადავდივარ UFC-ში ესე ვთქვათ რა. და ეხა ესეთი რაღაცა ვიფიქრეთ რა, თუ ეს ყველაფერი აქეთ რასაც გვეუბნებიან, შეგვიდნენ რომ 3 ჩხუბს ვიჩხუბებთ რა.
ეს უფრო სარფიანია, ბევრად, ჩემი კარიერისთვის, ესე ვთქვათ, რაც ეს გასწრენელი დრო მაქვს ავანაზღაურებ. იმ ხრივ რო ჩხუბები კიდე დამეგროვდება, მე კონტენტერები აღარც დამჭირდება, პირდაპირ შევალ, ანუ დროსაც ვიგებთ, ჩხუბებიც ჩატარდება, გამოცდილებაც უფრო მეტი იქნება და რა თქმა უნდა, ეს დონე ყველა ჩხუბიდან ჩხუბამდე უფრო მაღლდება, ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ როცა რაღაცისთვის ემზადები, მაქსიმალურად მოტივირებული ხარ და მაქსიმალურად ცდილობ რომ რაღაცა ყველაფერი სწორად გააკეთო და აი მოდუნებული არ ხარ რა, არ გაქვს იმის საშუალება რომ მოდუნება, აი მოდუნდე რა, ესე ვთქვათ და ამიტომ ვფიქრობთ რომ ესე ბევრად უკეთესი იქნება. თავარია რომ ისეთი ბრძოლები დაგეგმონ რომ კიდე არ გაიქცნენ ვიღაცები. ხო, ანუ მე ეგეც ვუთხარით რომ ანუ არ მინდა ჩინეთში ჩხუბი, არ მინდა იქით აზიაში ჩხუბი, იმიტომ რომ ძირითადად რამდენი ჩხუბის ჩაიშალა, ყველა იყო ჩინეთში რა, 2, დაჟე წინა ჩხუბი რომ მე ჩინეთში main event-ი ვიჩხუბე რა. მანდაც რა მოხდა 4 კაცი ჩამეხსნა რა და ბოლოს ყაზახეთიდან მოიყვანეს იქაური ოქტაგონის პირველი ნომერი არის ეგ ბიჭი სხვათაშორის კარგი ყაზახი იყო და ის ჩამისვეს რა და კიდე კაი რომ იმ ჩინელებმა დროზე ადრე თქვეს და კაი პერიოდი იყო რა რომ დაეთანხმა ისეთი ნორმალური ტიპი ხო იმიტომ რომ როცა კაი ბიჭია არ ეთანხმება მოკლევადაში რა ეგრეა ზოგადად ხა მეც რო ვიღაცა მეთქას რომ მოდი ერთ კვირაში და 10 დღეში ვიღაცა ეჩხუბეო ძალიან ბევრი მაქვს ეგეთი ჩხუბი უკვე ნაჩხუბი და საკმარისია ჩემთვის ხო ხდება უკვე აღარ მაქვს ის სიტუაცია რომ მე ეგეთ ჩხუბს დავეთანხმო რა და ეგრე ფიქრობს ყველა ეს არის ეგრე ვთქვათ მე მგონი არის სლოვენიაში 7 ივნის ახლა უკვე 7 ივნის არის სლოვენიაში არც არაფერი ზუსტად ერთი თვე რა როდის მიდიხარ რამდენიმე დღით ადრე აწონებამდე ახლა ბილეთებს გამოგვიგზავნიან უკვე და ზუსტად მეცოდნია მაგრამ გამოცდილებიდან რო ვთქვათ 6-ში არის აწონები 4-ში უკვე იქ ვიქნებით რა ამ კაცზე ახლა მეტი არის ხო ალბათ ცნობილი ვიდრე ჩინელი ვერ ვნახეთ კაცზე ბევრია ხო და არის ხო ეს ვიდეო რაღაცა კი ბევრი ვიდეო არ მე უნდა ჩაუჯდე ხო რომ დავამოვა ხო ბევრი შენი ჩინელი კარგად ყავდნენ ასწავლეთ არ გამოგადგა ასაკი ვერ მოუძებნეთ კაცს ვერ ვნახეთ ხო არა ძალიან აი მოდი კახაზეც გითხარი და მე კახასთან გადავიდეთ როგორ მიდის ეს პროცესი ერთი სიტყვით თავისთავად თვითონ რო შეაფასოს ცოტა ისე თავდაბალი ვიძია და მე ვიტყვი უცებ კახა არის მე აი ვიზეც დარწმუნებული ვარ რომ განა უბრალოდ მებრძოლი იქნება ერთ-ერთი წარმოსადეგი რა ეს ბიჭი 61 კილოგრამში იქნება ერთ-ერთი ის ადამიანი რომელიც UFC-ში წარმოადგენს ჩვენს სახელს მომავალში და ძალიან მალე ვფიქრობ 18 წლის არის უკვე პროფესიონალებშია 2-0-ზე აქვს 2-დან 2 გამარჯვება აქვს მანამდე საქართველოს ჩემპიონი არის, ისე მოიგო საქართველოს, ისე გაიარა, რომ ქულაც კი არავის არ აუღია ვაფშე და მაგიტომაც გადაწყდა, რომ მალე გადამოსულიყო უკვე პროფესიონალებში, იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერია, გენეტიკურადაც და პლუს ვარჯიში რო არეზარება და მით უმეტეს ძალიან დისციპლინირება. დისციპლინირება ერთად ვარ სულ, ხო, რაც მე უკრაინიდან ჩამოვიდა, მაშინ გავიცან, მაგას უკვე თვითონ ყოველ ვერ დარწმუნებული ვარ და ისე იყო, რომ აი ძალიან აუბით რა, მე მხარი და კარგად ჭიდაობს, ერთადერთი ადამიანია, ესე ვთქვათ, ვიტყვი თამამად, რომ ვისთანაც შეიძლება აი ბოლომდე თუ არ დავიხარჯე და ისედაც ბოლომდეც რო დავიხარჯო, ძალიან მიჭირს აი ჭიდაობაში, რაღაც ასპექტები აქვს ისეთი კონკრეტული, თავისი სტილი აქვს ჩამოყალიბებული, როგორც დიდი მებრძოლი, აი ისეთი სტილი აქვს უკვე ბავშვობიდან რა, რაღაცა კონკრეტული მიმართულება აქვს, რასაც მიყვება და მაქსიმალურად აკეთებს აი მეტი რისკების გარეშე რა, რაც მომგებიანია ესე ვთქვათ და აკეთებს აი 5-იანზე თავის იმას. ძალიან მაგარია 18 წლის კი გეტყობა რომ ახალგაზრდა ხარ, ახალგაზრდა, მაგრამ 18 მაინც უფრო დიდი მეგონია. აი ეგეთ ამ სპორტში ხო წარმოგიდგენია რომ მაინც უკვე ერთი უნდა იყოს რა 22-23 წლის მაინც, იმიტომ რომ შენს კი წეგან ამბობდი რომ 18 წლისამ დავიწყე უკვე პროფესიონალური ჩხუბობიო, მაგრამ მე მაინც რაღაცნაირად არ წარმომიდგენია რომ 18 წლის ტიპი ამას აკეთებს უკვე. რეალურად რო ვთქვათ ისე არც არის ძალიან ეს აი მართებული. ყველასთვის არ არის ეგ რა, რომ აი ესე მალე დაიწყო შენ პროფესიონალური სპორტი, მით უმეტეს როცა ვერჩი ისეთი ტიპი უნდა ყავდეს, ვინც მენეჯმენტი ესე ვთქვათ, წარმართოს სწორად რა, რომ ისეთი ტიპი არ ჩაგისვას, ესეთი ტიპი არ ჩაგისვას. მეტნაკლებად ეს დღესდღეობით უკვე რა, აი მართლა ბიზნესია, ძალიან დიდი ბიზნესია და ყველა უყურებს სათავისოდ რა და შეიძლება ისე გაგტისკონ, სულ რომ ძალიან მაგარი ბიჭი იყო და სულ რომ ძალიან მაგარი ტალანტი იყო, მაგრამ მოგაფუჭებ რა. და ხო, ვერაფერს ვერ გააკეთებ შენ, თუ ძალიან მაგარი უნდა იყო რა. უბრალოდ ახლა მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვიცი ყველაფერი და მე არავინ რო არ მყოლია, ცოტა მიჭირდა ხოლმე რა.
მაგრამ ის ფიზიკა მქონდა ალბათ და ის შემართება და ხასიათი, რომ რამაც გამაძლებინა და ღმერთის წყალობით დღემდე მოვიდი საკმაოდ ისედაც. დღესდღეობით ეს ბიჭი არ ვიცი, даже მე ვიტყვი. აი, 18 წლის არის დაანებეთ თავი ხ მოიცადე, მე რეგუჩი. კახა, ვითხრა საიდან დაიწყე? პირდაპირ ამ სახეობით თუ რაღაცა სხვა იყო? გამარჯობა პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ მოხვდით. დავიწყე რუსთავში ვარჯიში ჭიდაობაზე, თავისუფალ ჭიდაობაზე. შემდეგ რაღაც მიზეზების გამო მომიწერა თავი დამენებებინა და დავიწყე MMA რა. MMA-ში თავიდან ცოტა ისე დაიწყო, აი სერიოზულად არა რა, 5 წელი იქნება 6 წელი. სერიოზულად არ დამიწყე თავიდან რა. დავდიოდი ხან ვაცდენი ხან ისა და ერთ დღესაც გავიცანი ბიძინა დარბაზში. მაგ დროს უკვე ჩავერთე რა სერიოზულად. თანაქალაქელები ხარ. კი, თანაქალაქელები ვარ და ეს სრულად შემთხვევით ბიძინა მოვიდა დარბაზში რა სავარჯიშოდ და მე ბიძინას ბალეში ყოფდი უკვე. მაგ დროს რომ ანუ ტელევიზორში ვუყურებდი ACS-ში ყოფნა მაშინ ბიძინა და აი ჩემთვის ერთი მისაბაძი სპორტსმენი იყო და დარბაზში რომ მოვიდა ძალიან გამიხარდა რა. იმენა ძალიან ბედნიერი ვიყავი და მიხვედი ფოტო გადავიღე. ფოტო გადავიღე, კი, პირველივე დღეს გადავიღე ფოტო და რავი, იმდენი შეკითხვა დავუსვი. ალბათ ცოტა შევაწუხე მაგეთს, მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდოდა რა. მე სხვა დარბაზში ვიყავი ბოქსზე, სულ იქ გავიცანი რა, იქ ვნახე კიდე ბიძინა, კიდე სხვა დარბაზში ავედი და ბიძინამაც რო შეატყო ალბათ რო ეხა ერთ დარბაზში, მეორე დარბაზში, მესამე დარბაზში უკვე თვითონაც გაუხარდა რა, პატარა ბიჭი ეხა 13-14 წლის ბიჭი რო დაინახა რომ ვარჯიშობს იქ არის და მიზანი აქვს რაღაცა დამიდგა გვერდში რა, მახსოვს რომ შეჯიბრი მქონდა. პატარა ვიყავი და ბიძინამ ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენი ხარ ვიტყვი სახელაგვარს მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ ბიძინამ მითხრა რომ აი მე მიხედე რა და აი ჩემთვის რამხელა мотиваცია იყო ჭკუნზე გასვლამდე რომ ესეთი ხალხი მედგა რა გვერდში. მე უკვე დამიყენა თავისთან გვერდში და სულ აი მართლა თამამად ვიტყვი რომ ბიზნესთან ერთად გავიზარდე რა. რასაც თვითონ აკეთებ და ყოველ მომზადებაზე ჭკუბისთვის აქ ბიზნესთან ერთად ვარ ბიზნესთან ერთად მომზადები და გინდა არ გინდა სწავლობ რა და სხვაგან მიდიხარ რა ყოველ ჭკუბს. მარტო ჩემი ჭკუბის მომზადების კი არა ბიზნესთან არ მომზადება ჭკუბისთვის და მაგასთან ერთად ვარჯიშობ. აი მომზადების დაწყებამდე და მომზადების დასრულების შემდეგ საერთოდ სხვაგან ვარ რა. როგორ ფორმაშია ეხლა შენი ბიზნესზე რავი რა შემიძლია თქვა ეხლა რომ ჯერ ერთი იმას ვიტყვი რომ ძალიან დიდი ხანია მომზადებით ჭკუბისთვის რა კონკრეტულად ბიზნეს ჭკუბისთვის. და მომზადების დროს ყველაზე რთული რაც არის ანუ გარე სამყაროს წყდები თლიანად კონცენტრირებული ხარ ჭკუბზე და ეს მარტო ანუ ფიზიკურად კი არა ფსიქოლოგიურადაც რთულია და გჭირდება რაღაც ეტაპის მერე დასვენება ხო და ბიზნეს ერთი ჭკუბი ჩაიშალა ორი ჭკუბი სამი ჭკუბი უკვე ძალიან საკმაოდ რთულია რა ეხა თან კონკრეტულ მოწინააღმდეგეს კონკრეტული მომზადება სჭირდება ეხა და რო იგებ ერთი კვირით ადრე მოწინააღმდეგე ხსნება ფსიქოლოგიურად რთულია საერთოდ სხვა მომზადება სჭირდება მოჭიდავ ესთან დგომის მოჭყვართან მაგრამ რავი ძლიერია და არ უშინდებით გამოწვევებს ფორმასაც შეიძლება აუცილებლად შენი საყვარელი მებრძოლი ვინ ისე ზოგადად არ ვიცი ესე კონკრეტული ალბათ ხაბიბი რა ხაბიბი ბავშვობიდან უყურებდი ხაბიბს და ეგ და ეხლა დღესდღეობით რო ვთქვა თოფურიას ყველა გადავიდეთ ახლა სანამ ისე გაგვიყვით თქვა საინტერესო ამბებია რა ამბავია თან ჩვენ სპორტში ჩვენების თავზეც არის საინტერესო ამბები იმიტომ რომ იცით რომ დვალიშვილი ომალი ჩაინიშნა კიდევ ერთი და ვიცით რომ თოფურიაც იჩხუბებს ამოდ არ ვიცით ვისთან შენ თუ იცი გითხარი ო თოფურიას ჩხუბი ცოტა დამოკიდებულია რაღაცებზე ახლა ბელალ მუჰამედი ჩხუბობს ჯეკ დელამადანსთან ის იმედა რასაც ვიტყვი სახელი აქვს მაგრამ მაგ ბიჭებს რა შედეგიც ექნებათ მაგაზე დამოკიდებულია ისლამი ალბათ თუ არა ზედა ზონაში მადიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ ახლა მაგ ჩხუბზე უფრო გამოჩნდება რა თვითონ UFC-ს ელოდება უკვე მაგას რომ რა მოხდება რა ახლა იმიტომ რომ ბელალი კაია, კაი მებრძოლია, რეალურად კაი კარდიო აქვს, არ ჩანს ისეთი მებრძოლია, აი ზოგადად ძალიან შესაფასებლად ცოტა ისეთი მებრძოლია რა, არ არის ეგეთი როზა, რომ აი ძალიან მაგარია, მაგრამ რეალურად საქმეს აკეთებს. მაგრამ მოწინააღმდეგე ძალიან მაგარი ყავს და შესაძლებელია რომ მოხსნან რა, ესე ვთქვათ და წაართვან ქამარი რა. თუ ის ქამარს წაართმევენ, მას ქამარს წაართმევენ, მაგ შემთხვევაში უკვე ისლამი ავა. ისლამი არ ჭყობს ბელალთან, ხო? ისლამი არ ჭყობს კონკრეტულად ბელალთან, იმიტომ რომ თავის გუნდელია, მაგრამ დღესდღეობით რავი, რაც გამოჩნდა ამ დღეებში დაიწერა ბელალმა თვითონ უთხრა, მე წაგებას არ ვაპირებ და შეგიძლია აიო ჩხუბი, ხო ხდები, ცოტა ისე წაკბენასავით გამოუვიდა, ხო ხდები, მაგრამ ყველა კბენს უკვე ხო, მაგრამ იმათი მხრიდანაც იცი როგორ გამოდის, თავის გუნდელია, მაგრამ ელოდება თითქოს ამის წაგებას, გაიგე? ხო, ზევით ავიდეს რა, ну კი გასაგებია ხა.
უნდა რომ აი ორგზის ჩემპიონი იყოს, ორი წონის ჩემპიონი იყოს, რაღაცა გასაგებია, მაგრამ ნუ როცა თუ საქმე მეგობრობას ეხება და გუნდელობას ეხება და მაგას შენი თვალისწინებით, მაშინ ეს შესამჩნევად არ უნდა გააკეთო ეგ ყველაფერი. მით უმეტეს საქართველოს მერაბი ყავს ესეთი მაგალითი მაგის, რომ даже მით უმეტეს მაშინ ის ჩემპიონი იყო და ეს ჩემპიონი ვაფშე არ იყო და ჩემპიონის ქამრისთვისაც კი არ ეჩხუბა, ესე ვთქვა და ეს მაკასური სიყვარული და ის ესე გამოამჟღავნა რა და მაგათ შემთხვევაში ეგრე არა. აი ხარ რაც შეეხება ილიას, უფრო ვფიქრობ თუ ისლამი ავაზევით, აი მაშინ იქნება საინტერესო რა. საინტერესო იქნება რომ უფრო ოლივეირას ვფიქრობ რა, იმიტომ რომ რეალური კანდიდატი ის არის რა. აი ხა იმიტომ რომ ცარუკენს არ აჩხუბებენ UFC, თვითონ არ მიცემს მაგას მეორე შანსს ჯერჯერობით, სანამ ერთი ორ ჩხუბს კიდე არ მოიგებს. ჩემი აზრით ესე არის. თვითონაც ესე თქვეს ყოველ შემთხვევაში რა, მასე თუ დაუჯერებულები არიან. ხო, ძალიან გაბრაზებულები არიან რეალურად. მაგრამ აი ოლივეირასთან სხვა შორის მე ვფიქრობ რომ საკმაოდ საინტერესო ჩხუბიც კი გამოვა რა, იმიტომ რომ გრეპლინგი იმასაც კარგი აქვს, სტრაიკერია ისეთი სტილის რომ მუხლებსაც ხმარობს, იდაყვებსაც ხმარობს, ილია კიდე ტანდაბალია და ჰუკები უყარს და ლოუ უყარს, ანუ დაბლა ფეხში, იკრაში უყარს, როგორც ქაფკიკი ესე ეგრეთ წოდებული, მაგის გამოთქმა და აი რაღაც ხრივ იმასაც თავისი პლუსები აქვს, იმასაც თავისი პლუსები აქვს და ერთი მეორესთან საინტერესო ჩხუბი უნდა გამოვიდეს. რა მე ესე მგონია, მაგრამ საერთო ჯამში როგორც ასე პროგნოზივით რო გავაკეთოთ, აი დაახლოებით 80% ვარ დარწმუნებული, რომ ილია გათიშავს. 5 რაუნდში აუცილებლად გათიშავს, ესეთი ის მაქვს რა, შეგრძნება. ხო, რეალურად ეგ ვარიანტია რა, მართლა რახან ესე უკვე დაანონსებულია და ილიას უმაგას ამბობს რომ უნდა იჩხუბოს საფხულში. აი, გადაწყვეტილი გადაწყვეტილი ამბავია რომ უნდა იჩხუბოს, თან ხო დაიწერა ილია რომ კემპი დაიწყო მე მახაჩევმა დაიწყო ოლივეირამაც. უბრალოდ არ ამბობენ ვინ ვის ეჩხუბება, იმიტომ რომ მართლა მაგას ელოდება. ხო, არიციან, იმიტომ რომ თუ წააგო ბელალმა მაშინ ეს ავადა იჩხუბებს მე მადალინასთან როცა იქნება და თუ მოიგო ბელალმა მაშინ ალბათ მახაჩევი ილია იქნება. რომელი ჯობია ეს ოლივეირა თუ მახაჩევი? მე ყველას გვინდა რომ იჩხუბოს მახაჩევი. მახაჩევი რომ ეს ყველაფერი დაღესტანური. თვითონ ეს ილია რატო ავიდა ხო უნდა მახაჩევთან ჩხუბი და მაგის გამო ხო არა სულა მანდ რომ კამრის გამო ავიდა რეალურად, მაგრამ ავიდა იმიტომ რომ მახაჩევს ჰქონდა ეგ კამარი და იმას უნდა წაართოს და არა იმიტომ რომ ის მერე სხვაგან წავიდეს და ამან უფრო მარტივად წამოიღოს ეგ კამარი ილია მაგის გამო ხო არა სულა ხო? კი, მე თვითონაც ახლა იცი რას მინდა ხაზი გაუსვა. ისლამი თვითონ ახლა ბევრს კი ისე ლაპარაკობს ხოლმე რომ აი მე არ მინდა პატარა წონის ბიჭთან ჩხუბი, იმიტომ რომ ბევრი ხალხი იტყვის რომ მე ორჯერ მივეცი უკვე შანსი და რაღაც. ორჯერ კი არ მისცა შანსი, ჯერ ერთი, მაგრამ რო კამარი მოიგო. ვოლკანოვსკი იყო პირველი ნომერი ფაუთში რა. ხო და რა გააკეთა ახლა უყურე. ამან თვითონ გამოიწვია ის, განა ის ამოვიდა ზევით. ამან თვითონ გამოუწევ ჩვენ ჩამოვალთ ავსტრალიაში და შეგებრძოლებითო რა. ხო, აი ზუსტად ეგ სიტუაცია იყო. ანუ ამან კი არ მიცა შანსი, იმან მიცა შანსი, ესე რო დავარქვათ რა. რაღაცის სანაცვლოდ იყო. ამან კი კამრის შანსი მიცა, მაგრამ ის პირველი ნომერი იყო და იმან იმის შანსი მიცა. მე რეალურად ახლა შენ ერთი თქვევით კატეგორიიდან ტიპი ამოდის, შენზე პატარა წონიდან, ხო? შენთან ჩხუბობს და ბოლოში გაფინიშებს და დრო არ ყოფნის რა. ანუ რეალური სურათი რაც იყო ეგ არის. მანამდე რა იყო დაჟე არ განვიხილავ, იმიტომ რომ ახლა ისიც იყო და ისიც იყო რა. ანუ ისეთი ჩხუბი გაიჩითა რომ ვერ იტყვი რომ რაღაცა ქულებით შეიძლება დაჯაბნა მომენტებში. მომენტები ამასაც ქონდა. ანუ ღია მომენტები იყო ერთ ხარისას და მეორე ხარისას, მაგრამ ბოლოს რა მორჩა, ანუ როგორ მორჩა, ხო? ჩემპიონი როგორ ამთავრებს ჩხუბს, ხო გააჩნია, არა? ჩემპიონმა დაამთავრა ერთმა, რომელმაც ხელი აწია და კამარი გაუკეთეს, ძირს ეკდო და უფინიშებდნენ. ალბათ ერთი 20 წამი რო ზევიდან ქონდა და დარწმუნებული ვარ, საჭს გააჩერებინებდა. ნოკდაუნი ქონდა, ფეხში რო შედიოდა, გატეხილი იყო უკვე ფსიქოლოგიურადაც, დიხანი აღარ ქონდა, აღარაფერი აღარ ქონდა, ხო ხდება? აი, მარიფათი გამოაცალავ, ესე რო ვთქვათ რა. ეგრე იყო რა და ტიპი აფინიშებდა და რა თქმა უნდა არ დაუთმობდნენ მერე პირველ ნომრობას, ხო? Pound for pound-ი ცოტა ისეთი თემა არის, ხა წონის და მიუხედავად არის მანდ ყველაფერი აბსოლუტურად ესე აბსოლუტურში ესე აღებული არის რა. ხო და შენ როცა ამას ვერ უგებ და აქეთ გაფინიშებს და მე კიდე პრეტენზია გაქვს. მეორედ კიდე შანსი მისცაო. შანსი კი არ მისცა. მეორედ რო შეხვდა 10 დღეში აიღო ეგ ბრძოლა. და ცოტა ანუ ჭკვიანური მენეჯმენტი განიხილეს. მაშინაც იყო გეიჯის ვარიანტიც იყო და სხვისიც, მაგრამ რა გააკეთა?
ვოლკანოვსკი რო ეჩხუბოს ესეთი დიდი წონის პიროვნებას მე თუნდაც ახლა ვერ ვიტყვით რომ ძალიან მაგარი მებრძოლია ისლამი და ყველასთვის ცნობილია ახლა მაგას ხაზი უნდა გაუსვას და ვერსად ვერ გაექცევი ხდები ანუ უმაღლესი დონის და ერთ-ერთი პირველი ნომერია ესე ვთქვათ რა და ეგეთ ტიპთან საჩხუბრად ხო გჭირდება მთლიანი აი ესეთი აკები რო ხო მთელი ეს კემპი გაიარო რა და მაგან როცა ის კემპი გაიარა შესაბამისი ჩხუბიც აჩვენა და უცებ შენ მთელი ეს პერიოდი ემზადები ჩხუბისთვის და წკაპ ჩაგეხსნა ვიღაცა და შენ დგები და მეორე ტიპს ეუნები ამ პატარა წონის კაცს ეუნები კაცი რომელიც ისვენებდა და ლუც ძრუპავდა აი მართლა ეგ სიტუაცია 10 დღეში მოდი და დამთანხდიო ტიპი რო გამოვიდა აი ესენი ცხიმები ქონდა რა და გავიდა და გათიშა ხო ხდები და ანუ აი ხა ისეთი თემაა რა მე როგორც მებრძოლი ერთ რაღაცას მაგ სიტუაციაში ავხსნი რა შენ როცა ოპტიმალურ ფორმაში არ ახარ რა რინგში რო შედიხარ ზოგადად ოქტაგონში შედიხარ და იქ თავის ჩართულობაა საჭირო რომ აი ყველა კუნთი და უჯრედი გქონდეს აი ფხიზლად რა ესე არ არის უბრალოდ რომ აი გავიდე და უჩვოდ ქუჩაში ხო არ არის არა იქ ყველაფერი ძალიან აი წამებში და ემებში მილიმეტრებში წყდება რა რაც გამოჩნდა მან რა ანუ ტიპმა ხელი აიფარა მაგრამ აქ გადაატარა და აქედან გათიშა მანამდეც პირველ ჩხუბში იგივე რაღაცები ბევრი აკეთა თუ ვინმეს არ უნახე შეუძლია გადახედოს და ნახოს რა იგივე რაღაცები ბევრჯერ ქონდა კიკები დაბლა და მე თავში უნდა და ატანა მაგრამ იცავდა და ჩაოლებრივად როცა ფორმაში იყო აკეთებდა მაგ ყველაფერს მაგრამ აი ეგეთი რაღაცა მოხდა ორჯერ მივეციო შანსი ორჯერვე ისეთი ჩხუბი ანუ კითხვის ნიშანია დარჩენილი ხდები ეგ იმას კი არ უსმენს ხას რომ ესაა ძალიან მაგარი რა იმას უსმენს რომ პირიქით კითხვის ნიშანია რა ეხა ტიპი ამოვიდა შენ წონაში რომელმაც გათიშა ერთი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავის წონაში ვოლკანოვსკი გათიშა მეორე კაცი რომელიც არასდროს არავის არ გაუთიშია და კაცმა გათიშა აქეთ 70-ში BMF-ის კამარზე გეიჯი და ეხა ისლამი იძახის რომ გეიჯისთან ჩხუბი უფრო დამაჯერებელი და ისეთი იქნებაო რა იქნება დამაჯერებელი ანუ თუ ის მარტივ გზას არ ეძებს ეხა როგორ იქნება დამაჯერებელი იმაზე მოგება უფრო და ფასეული როცა ეგ გათიშა ხოლოვე გათიშა ილია კი აქ მათემატიკა არ მუშაობს და გასაგებია მაგრამ მდგომარეობებს ხო გააჩნია იქაც და იქაც ჩხუბი შეიძლება რომ მარტივად ნახო რა ეხა და აქედან გამომდინარე ვიზახი თან გეიჯს აქ ერთი მოგება ეხა ბოლოს იმ ნოკაუტის მერე მოიგო 8 დღით ადრე დაეთანხმა ფიზიები ისიც შორტ-ნოუთიზე ჩაჯდა პიროვნება და მაგარი ისეთი ჩხუბი ჰქონდათ რა რომელსაც მანამდეც წაგებული ჰქონდა მასზე რა ეხა ეგეთ ტიპზე თუ უნდა მოგება და პროსტა ის ჩაიწეროს რამდენი დაცვა ჰქონდა ეგ სხვა რეალურად რო ავიღოთ ეხა მახაჩევი მადელინასთან უფრო ხედავს თავის გამარჯვების შანსს ვიდრე თოფურიასთან რა სტილისტიკურადაც ძალიან უხერხული მოწინააღმდეგეა ჩემი აზრით თოფურია მახაჩევისთვის ამ ხელაკაცი მოიხაროს ფეხში შევიდეს არანაკლებ ფიზიკის მქონე ადამიანთან არ არის მარტივი რა. კარგი, ზევით რა შანსი აქვს მახაჩევს? იქ უფრო რთულია. მე ვფიქრობ, რომ ბელალი და მახაჩევი რო გუნდელები არიან, დაახლოებით ხდება რა შანსი შეიძლება კონდეს 60 მეჩი. ამ ეტაპზე მითქოს აი შავკატ რახმანოვთან ზუსტად ხდება და მაგიტომაცაა რომ ეგრე იმედიანია. რეალურად ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ვინ შეიძლება მაგწონაში იყოს შავკატ რახმანოვია. ანუ ეგ თემა არის რომ ეხლა ნახე რომ ვლაგდება რომ ეს ტიპი მახაჩევი მართლა არ გულშემატკივრობს ბელალს, უნდა რომ წააგოს აშკარად. ავა მიგეცემს მადალენას და გამოვა რომ ორი წონის ჩემპიონია. ანუ გოუთი ხდება ტიპი ხო მაგით ეხლა ვისთვის როგორ მაგრამ ძალიან დიდ რამეს აკეთებს რამდენი ხანია კამარს იცავს და უკვე ერთ-ერთი უდიდესია. ავა იქ კამარს მოიგებს ცემს იმას ხო? ჯეკ დელა მადალენას პირობითად. და ამ დროს გაიქცევა თან ილიას რომელსაც ხე ეშინია მეცოდა შორს ვარ მაგაზის გამო ასპორტში. და შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრდეს. არა, ვინმეს ეშინია ცოტა ცუდი ნათქვამია ჩემი აზრით. ანუ ეგ არ არსებობს, მაგრამ ნუ ყველაფერს აფასებენ, ხო? ეხლა ჭკვიანი ხალხი არიან, ამ ხელა მენეჯმენტი ყავთ და სხედან და მუშაობენ და ფიქრობენ ამ ყველაფერზე და ფაქტი არის, რომ ილიასთან ჩხუბი მაგისთვის სახიფათოა, სარისკო არის რა. იმიტომ რომ სადღაც ხო თუნდაც შეიძლება ეგრე ფიქრობდეს, რომ ამას მოუგებ, მაგრამ აი 15% ან 20% რომც არის შანსი, რომ ილიამ შეიძლება ამას მოუგოს ქვედაწოდიდან ამოსულმა ტიპმა ამ ხელა ერთ-ერთ გოუთს მოუგოს, ხო? ანუ უკვე ძალიან ცუდი ამბავია ამისთვის რა და ამ დროს არ უჩვევ იქ რომ ავიდეს და წააგოს მაგხილაშარი არ არის მახაჩევის და ზედა წონაში ახვედი წააგენ კაი წააგენ კამარი მაინც რჩება ხო და ასე რომ შესაბამისად
შენც რო წარმოიდგინო თავი ხმა ხეჭების ადგილს, ეგრე გირჩევნია. რატო გირჩევნია? მადლობა აქვს და რა თქმა უნდა. მე ჩემ ადგილას წარმოვიდგენ ჩემ თავს. ხო. კარგი, თქვათ კიდე, ხო? ქუთათელაძეზე. ხო, ორივე მერაბია პრინციპში. ის გურამია. გურამია, ორივე მერაბი როგორ არის? ხო, თქვათ, რატო მოხდა, როგორ მოხდა და საერთოდ ანაირად ესე. მაგ ჩხუზე ჩემი წარმოდგენები მაქსიმალურად გითხრა. იმიტომ რომ პირდაპირ შეუყურე და ძალიან ბალეში გოვდი გურამს რა. მithumetes ხა პირადადაც ხა ისე ნაკლებად ვიცნობთ ერთმანეთს და წინა ჩხუზეც დამირეკა, სანამ გავიდოდი ჩხუბამდეც და მიდიდა ხო ხდება ანუ ძალიან ხარში დამიდგა ესე ვთქვათ რა. ხო და იცი როგორი ის იყო რაც მე რო შვედეთში ვიყავი წასული გაგრას ახალწლებამდე იყო რა. და მაგ პერიოდში უკვე წასული იყო ესპანეთში, ალიკანტეში იყო, იქ ცხოვრობდა რა. იმ პერიოდში ემზადებოდა ილია ჰოლოვისთან საჩხურას და მთელი ეგ კემპი იქ იყო, იმის მერეც არ ჩასულა და გააგრძელა იქ ყოფნა რა, ესე ვთქვათ. იქ ყველა სკოლას აქვს ზოგადად თავისი სტილისტიკა რა. როგორც ახლა ილია გამოდის და ილიას ძმა გამოდის და ბოქსში როგორ დგანან, ხო, ამოვამთ ყველა რა. დაახლოებით ესეთივე სტილისტიკა შეიძინა გურამმა მათთან ყოფნის პერიოდში, კი, იმიტომ რომ დიდი ალბათობით იგივე რო ხდება, შენ გინდა არ გინდა ორგანიზმი ითვისებს რა, გონს ხო თავის მახსოვრობა აქვს რა. შენ რომ 9 წლის განმავლობაში ხა 6 თვე არ არის ძალიან პატარა დრო რა, და შეიძლება მეტიც გამოვიდა იმის მერე და რო ავიღოთ ესე გრუბად 6 თვე, 6 თვის განმავლობაში შევერთი და იგივე საკეთებ, მithumetes ხა გვარი ცოტა ნიჭიერი ტიპი არის რა, ვინც არის რავი, ხატავს კიდევას და რაღაც ძალიან ანუ მრავალმხრივ განვითარებული ტიპია რა და მალე ითვისებს რა. ეხა უყურე, ეს მალე ათვისებული ასაკია რა, ყველაფერს ხო თავისი ისა აქვს რა, მნიშვნელობა აქვს. რო აითვისა ეს ყველაფერი დარბაზში რო აკეთებ, ეგ ერთია და შენ რო იქ გადიხარ და იქ სხვა მოწინააღმდეგე ხდება, იქ უკვე 100%-ით მენის მუშაობა, იქ უკვე სხვა რაღაცაა რა. იქ შეიძლება ყველაფერი ისე არ წავიდეს. როცა გავიდა, პირველი რაუნდი დაიწყო პრესინგი. დაიჭირა თავთან ხელები და ანუ ბოქსის სტილში დაიწყო პრესინგი და მენდოდა ხელებით ემუშავა მეტი. როცა მთელი ცხოვრების განმავლობაში ქიქერია, კარგი და ძალიან მაგარი ქიქერია თან, რა თქმა უნდა ხელშიც სანოკაუტი ძალა აქვს და ვინახი არაერთი ნოკაუტი მისგან და საერთო ჯამში არის კომბინირებული ტიპი რა, ესე ვთქვათ, უფრო უნივერსალს დავარქმევი რა. ხელი, ფეხი და საკმაოდ მაგარი გრეპლინგი და ჭიდაობა აქვს მაგის. უბრალოდ ყველაფერი არის იქ მიტანაზე რა. შეიძლება არ ნიშნავს, რომ ის მაგარია და ეს სლაბია, ესე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მე იმ ბიჭს რაც შევხედე, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ცოტა ხანი დაიცადეს და ნახავთ რა. ის ისე ხლოს გათურტყავდა ხელფეხს, აი ესეთი სისტრაფე და ის იგრძნობოდა, ხო ხდება, რომ აი ეს უბრალოდ ესე არ მოდის რა. რეკორდი შეიძლება არ ქონდეს ძალიან ესე გაბელი, მაგრამ საკმაოდ მაღალი დონის მებრძოლია რა. და ამით იცი რისი თქმა მინდა, პირველი რაუნდი რო დაიწყო არათავის სტილში, არაჩვეულ თავის სტილში, ესე ვთქვათ, ხო? გავიდა და ფეხი ედგა წინ. აქ არის ისეთი ადგილი ზოგადად იკრაში რო ხდება, კარგად თუ ხდება, ნერვულისა რა და ეგრევე ითიშები რა. შენ გინდა ეს, არ გინდა, მაგაზე არ არის. როგორც ღვიძლიდან ითიშები და ყლიდან ითიშება, დაახლოებით იგივე ვარიანტი. რა ბავშვობაში თუ ვინმეს მოხვედრიათ, აქ რაღაცა მხარში ხო ხდება, გაგეთიშება, იგივე ვარიანტი არის ქვევით რა. მithumetes ამ ხელა დონის ბრძოლა არის და ესეთი დონის მებრძოლი რო შენ აი დასმულად გირყავს ერთ ადგილას, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, თავიდან ანუ ის ყურადღება არ ქონდა ესე გამახვილებული, ეგონა რომ აიტანდა რა და მივიდა და უკვე ბოლოს პრობლემა შეექმნა რა ამ ფეხზე. მე უკვე მოუწია ისე რომ შეეცვალა დგომი და ცაცია დგომიდან ემუშავა. კი, კარგია რომ ორივე დგომიდან მუშაობს და მადლობა ღმერთს რომ ისე იდგა რომ ესე უცებ რომ შეიცვალა და მეორე მხარეს დადგა, ყველაფერი იცვლება ზოგადად და შეიძლება ვიღაცა ეგრევე გათიშონ რა, მართლა ეგრე არის ზოგადად. გავიდა მიუხედავად ამისა აგრძელებს და წნეხის და ტკივილის მიუხედავად აგრძელებდა ჩხუბს და ცდილობდა რაღაცა მოენახა, ხვდები, აი გამოსავალი მოენახა. ის კი არა რომ მოდი, აი გიჟი ჩავთოთ და მივცეთ ნაპორი. აი ცნობიერად ფიქრობდა რომ აი რაღაციდან მიმართულება მიეცა და რაღაცა უფრო ხო რა. ტვინით ცდილობდა რომ მოეგო. მაგრამ ახლა უყურე რა ხდება. როცა გამოვიდა პირველი რაუნდის ბოლოს, ჩემი აზრით მე არ ვიცი იქ რა დარიგება მისცეს, მაგრამ დარიგებას ხო აძლევენ. დარიგებას მე როცა ადამიანს ვაძლევ, დაახლოებით იგივეს ვაძლევ, რასაც მე ვხედავ იქ გამოსავალს, ხო? გამოსავალს რო ხედავს ილიაც და ალექსიც, ხო? იმათ სტილი აქვს ისე ბოქსის, ძირითადი.
და იმას უხსნიან ისე ხვდები, რომ აი მოდი ეს გააკეთე, რაც ამის სტილი არ არის რეალურად განსხვავებული სტილისტიკა აქვს ამის რა. გამოვიდა ისევ და ანუ ცდილობს რომ ის გააკეთოს რა. აქ არასწორი არაფერი არ არის ხვდები, ანუ ხდება ეგეთი რაღაცა ბრძოლა არის და შეიძლება მოხდეს რა. უბრალოდ სტილისტიკაში აირია და ვერ მიიტანა თავის დროზე რა ის ყველაფერი. ბოლოს უკვე მესამე რაუნდში დალეწილი იყო, ორივე ფეხიდან გათიშული იყო. მაგრამ ანუ ხასიათი კიდე მიაწვა და მესამე რაუნდი დაჟე, რავი, თუ არ ვიცი ბოლომდე ვის გინახიათ, ვის არ გინახიათ, მაგრამ გადახედეთ კარგად და მესამე რაუნდი აქეთ დავალა, აქეთ აწვებოდა და აქეთ უკვე თავის სტილი როგორც კი დაიწყო ფეხები ჩართო, დისტანციაზე მოძრაობა დაიწყო, ხვდები? და ანუ უბრალოდ უნდოდა რომ უკეთესი ვერსია შემოეთავაზებინა თავის და უფრო ბევრი რაღაც გაეკეთებინა ჩემი აზრით რა. მაგრამ ეს ბრძოლა არის და ცოტა მკაცრი სპორტი გვაქვს და რაღაცები ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა რა, ესეა ეს და ცხოვრებისეულიც არის ალბათ რა. და გულდასაწყვეტია. ჩემი აზრით ხო, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ანუ მე იქ ერთ რაღაცაზეც მინდა რომ რაღაცები პატარა გავამახვილო რა ყურადღება, იმიტომ რომ იქ ხალხმა ისეთი რაღაცები დაიწყო, ხო ხდები, იყო იქ ნორმალური და კარგი კომენტარებიც და აი ყველას რავი რა. მართლა მალადეც იმ ხალხს, ვინც აი ესე მხარი დაუჭერა და რაღაც, მაგრამ ადამიანს ზოგადად, როცა ესე არის, ცუდ სიტუაციაში მაშინ უნდა დაუდგე გვერდში რა. მებრძოლი როა ხო? ზოგი ისეთი ხალხია, რომ ვაფშე ცხოვრებაში მაუსზე მეტი არაფერი არ აუწევიათ და კლავიატურასთან ზიან 24 საათი და ისეთი კომენტარები იწერებოდა, რომ შემცხარა უბრალოდ, რომ იმიტომ ქართველი ხარ და ქართველმა ქართველს ესეთი რაღაცა არ უნდა აკადრო, მithumეტ სხვასაც არ უნდა აკადრო და თან ქართველი როა, ცოტა გულსატკენია, ხვდები? ეხა კი, მადლობა ღმერთს, ვიგებ და ხო ხვდები, მიდივარ კარგად წინ და ახალგაზრდა ვარ და რაღაც, მაგრამ ცოტა ისე არის რა, აი ხვდები როცა იგებ ყველა პატივისცემს და რაღაცა და ეკოიც ფეხის დაწნენას რო აქ პატივობენ ახლა ეს რაღაცა ხო, მაგრამ ძალიან ცუდია და ძალიან მასიურია პროსტა და ეგრე მიწასთან არ უნდა გაასწრო ადამიანი და უბრალოდ კარგი იქნება თუ ცოტა სწორად მიუდგებიან ყველაფერს რა. სპორტია და ძალიან გულთან ახლოსაც ნუ მიაქვს თუ ეგრე ძალიან ეფექტურია რა. ურამს არაფერი დააკლდება, ისე ვის გუნა მიიქნება, რაც იყო ისე ამ ხალხს თორე. რა იქიდან წამოსვლის შემდეგ ეხლა რანაირად უნდა განვითარდეს? ბევრი ვარიანტები არის ჩემი. ბევრი რა, ანუ რამდენიმე რეალური ვარიანტია შესაძლოა. დაიწერა კიდევაც ACA-ში, ACA ერთ-ერთი გლობალური ლიგა არის, სხვა შორის მე ჩხუბობდი. და ვიტყვი რომ ერთ-ერთი უმაღლესი დონეა, თანხმობრივადაც ფინანსურად ძალიან მაღალად დგანან და იხდიან. კარგად, ესე ვთქვათ, ანაზღაურება არ ექნება ცუდი, გააკეთეს მოწვევა, ესე ვთქვათ, ანუ შეთავაზება გააკეთეს უკვე, ეს ოფიციალურადაც განაცხადეს. ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი არის ასლანბეკ ბადაევი არის, ჩეჩნური ლიგა, ესე ვთქვათ და მაგამედ ბიბულატოვი ყოფილი მებრძოლია თვითონაც. ძალიან მაგარი ბიჭია თვითონაც როგორც მებრძოლი და შეაფასეს ალბათ რა ხვდებიან ტალანტს, სტილისტიკას და ისედაც მაგარი ურთიერთობები აქვთ. ხო, როგორც ჩერეს ხამზატი რა, ხამზატის და ეს ანუ ძალიან ახლოს არიან მოკლედ და ეგრევე გააკეთეს შეთავაზება. მეორე ვარიანტი არის ჩემი აზრით PFL-ი. PFL-ი ერთ-ერთი გლობალური ლიგა არის, ესე ვთქვათ, მსოფლიოში, ის ამერიკაშიცა, ევროპაშიცა და საკმაოდ ფინანსურადაც კარგად არიან და აი ეს ორი ლიგა ვფიქრობ რომ კარგი იქნება. არის აზიაში One Championship-ი, სადაც ანალოგიურად UFC-დან გადადიან ხალხი და კარგი ანაზღაურება აქვს მათაც, ესე ვთქვათ, მაგრამ აზიაში უფრო არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს არ მგონია. უფრო ხო, თქვენი ურთიერთობა. უფრო მგონია ისევ ამერიკისკენ ან ACA-ში, არ ვიცი როგორ გადაწყვიტავს, მაგრამ ჩემი აზრით ამერიკისკენ კარგი იქნებოდა PFL-ში რომ გაიგო. წარმატება უსურვოთ გონს. ძალიან მაგარი ნიჭიერი კაცია და უნდა გაკაჩოს რა. გიგაზეც ვთქვათ, ხო? ვთქვათ, ყველაზე ვთქვათ. გიგაზე სანამ მივალთ ახლა, ხო? მერაბზე, თუ შენ სულ მერაბზეც ვთქვა. ჯერ გიგაზე, ჯერ კამრის დაცვა აქ კაც და რაზე უნდა ვილაპარაკო. ჯერ წაგებულები ვთქვა და მე უკვე ესეთ ამაღლებულ ნოტაზე მერაბზე. შენ წაგებული. გიგას მარცხიც ის იყო რა, საწყენი მარცხი იყო. რაღაცა რატომ სუმგონია რომ რაღაც რა აკლდება მაგასაც ვერ ხვდები. პრაიმში არა მითხარით რა აკლდება. მე ვფიქრობ რომ სპორტსმენს ორი პრაიმი არ აქვს რა. იყო პიკში და სამწუხაროდ, მაგრამ მოუწია იმ პიკიდან გამოსვლა და თავის მაქსიმუმს ვეღარ აჩვენებს რა. კატართან ჩხუბმა ძალიან. კატარის ტრავმებიდან გამომდინარე. არა მარტო კატარი. ძიმე ბრძოლა იყო რა, ისეთი ბრძოლა იყო რომ
ზოგადად რთული არის, ბევრი ტრამვა რო გაქვს და თან მოემზადო იდეალურად რა. ტრამვები ზოგადად ყოველთვის გიშლის ხელს. რომ აი შენი მაქსიმუმი გააკეთო ვარჯიშებზე და შენ მაქსიმუმს თუ ვარჯიშებზე ვერ აკეთებ, იქ უკვე მაქსიმუმი ვეღარ მიგაქვს, ბუნებრივია, ხო? და აქედან გამომდინარე გიგას ზოგადად ძალიან დიდი სპორტული კარიერა აქვს, არა მარტო MMA-ში, მანამდე კიკბოქსერი იყო მაღალი დონის და ძალიან დიდი ჩხუბები აქვს ჩატარებული, იქიდან დაგროვებული ტრამვები. შემდეგ MMA-ში როცა გადმოვიდა, არ ვიცი ბევრს ახსოვს თუ არ ახსოვს, მაგრამ ძალიან ხშირად ჩხუბობდა ის პერიოდი და ეს ყველაფერი აისახება წონის კლება, მატება ასე ხშირად არ არის ზოგადად მიზანშეწონილი რა, ესე ვთქვათ და პირდაპირ ტრამვებს უყავს რა, ტრამვული, იმიტომ როცა შენ ადამიანი შრები, ყველაფერი მყესური სისტემა იქნება თუ ძლოვანი სისტემა იქნება შრება და უკვე ელასტიურობა დაკარგული აქვს და იქ მაგიტომაც ქონდა რამდენჯერმე პრობლემა, პახი გაიწვიდა, ეს ანუ ბევრი რაღაც ნიუანსებია რა. პროსტა აი რა არიცი, ხასიათი აქვს, ტალანტი აქვს, აი ეს თავისი კარგი მებრძოლია რა და აკეთებს, მაინც უნდა რომ გააკეთოს რა. ეგ ყველაფერი ზოგადად ადამიანზეა კიდე დამოკიდებული, ხო? ვის რა და როგორ. ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა შეუძლებელი იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება შესაძლებელი იყოს. ინდივიდუალურია, ყველაფერი აქედან მოდის რა, ჩემი აზრით და ეგ უკვე თავის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს, როგორ გააკეთებს და რავი, რასაც უყურებ, კონკურენტუნარიანი ნამდვილად არის, იმიტომ რომ თავისი სტრაიკინგის მქონე ადამიანი კონკურენტუნარიანი ყოველთვის იქნება რა, მაგრამ უკვე რას გააკეთებს და როგორ გააკეთებს, რავი, დრო გვიჩვენებს რა. ხო, რთულია უკვე ჯერ ერთი ასაკიც აქვს, მე ხა ტოპ 15-დან გავარდა სამწუხაროდ ამ წაგების მერე. რა თქმა უნდა, მებრძოლია, სულით, გულით, ყველაფრით მებრძოლია და იჩხუბებს კიდე და ეცდება დაბრუნებას და ყველაფერს, მაგრამ ხო მართლა პიკი გადავლილი არის. ხო, ორი პიკი ზოგადად სპორტულ კარიერაში ორი პიკი არ არსებობს, ეგრეა მართალია ეგ. თუ თქვათ ახლა მე აი მივადე კიდევ ეს შემოსვლამდე გიორგი გვაჩვენებდა მერაბის ვარჯიშის შედეგებს. ჩაყვანილი ყავს იქ ახლა საქართველოს და ჩეჩხუბებდა. ერთმანეთში ჩხუბობენ. სპარინგობენ ხო. ხო და ომალი, რა ვიცი, რას ფიქრობ, აბა ერთი ომალი ვნახ. მე მგონი პირველად ბიძინა აქ იყო, როცა თუ სხვა ჩხუბი იყო. გონილია. მერაბზე ვილაპარაკეთ, მე მგონი ომალისთან ჩხუბი უწევდა, როცა პირველად მოხვედი შენ ჩვენთან. ომალისთან თუ ომალისთან იყო. გონი ომალისთან იყო. ომალისთან უკვე მოგებული ხონდა, მე მგონი. უკვე მოგებული შეიძლება, ხო, მაგრამ მაგ თემაზე ვსაუბრობდით, რა და. კი. ეხლა მეორე ჩხუბი უწევს, მე მგონი მაგ ზონაში ისეთი სიტუაცია არის, რომ ლოგიკური იყო რომ ჩაუსეს ომალი, იმიტომ სხვა ვარიანტი არც იყო არავინ ისეთი. ეხლა იყო ხო ის სანგენის სენთეგენი ფიგერედა. ხო, მოუგო და სავარაუდოდ მერაბი რომ მოუგებს კიდე ერთხელ ომალის, მე შეიძლება ეჩხუბოს იმას. არა მგონია სენთეგენი რომ ჩავს. იცი რა არის, ჯერ საინტერესოა ეს ჩხუბი თვითონ. ხო, ნუ ხო ჯერ. ეს ჩხუბი იმითაა საინტერესო რომ ხო მეც ეგრე მაქვს ჩათვლილი სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ უბრალოდ აქ რო ვარ განვიხილოთ ბარემ. იცი რა არის, ომალი საკმაოდ ისეთი მაღალი დონის სტრაიკერია რა, ის ტაიმინგი აქვს, რაც ბევრს არ აქვს, განამარტო 61 კილოგრამში, აი ზოგადად MMA-შიც და ბოქსიორებსაც ხშირად აი ტაიმინგი არის ერთ-ერთი კაი რაღაცა რა სპორტში, ძალიან ისეთი დიდი პლუსი, რომელიც ბევრს არ აქვს რა. და ეს აქვს მას, რაც ხდის საინტერესოს ნებისმიერ დროს მის ჩხუბებს რა, მithumets ახლა მერაბისთან მისი ჩხუბი არის მოჭიდავე თუ სტრაიკერი. აი საუკუნის კითხვაა რა. საუკეთესო მოჭიდავე მოერევა თუ საუკეთესო სტრაიკერი მოერევა რა და აი ეგ უკვე ძალიან საინტერესოა, მაგრამ აქ მეორე ვარიანტია ის, რომ მერაბი ცოტა არასტანდარტული მოჭხუფარია, ყველა მიცის და არ შეეფერება რაღაცა ფარგლებს, ესე ვთქვათ რა. იმას თავისი ფარგლები აქვს, თავისი საზღვრები აქვს, რომელსაც უკვე კიდე გაცდა და რავი, თავისი კარდიოთი და გამძლეობით და ხასიათით, ვიცით რა, რასაც აკეთებს ეგ ბიჭი რა. მაგრამ პირველ ჩხუბში უფრო მოზომილი იყო, მე ესე მგონია რა, იმიტომ რომ პირველი თავისი ოცნების ჩხუბი მიიღო და
პირველი იყო ეს ყველაფერი რა, როცა პირველად კამარზე ჩხუბო, ცოტა სხვა ისაა რა, განცდები და ეს აქვს რა. თავარი არის მარტო შედეგი და არაფერი სხვა. და მორჩა. დილობდა მაქსიმალურად რომ აი ცოტა კიდე თავი მოეთოკა და არ ეგიჟა რა, თავისი რაც აქვს ეს მაგარი და დაეჭირა მე იმასთან რაღაც. და იცი რას მინახაზე გავუსვა? მაგ ჩხუბის მერე იმ დონეზე იყო გაზრდილი, აი ზოგადადაც იმ დონეზე იყო გაზრდილი რა. არა მარტო აი როგორც მებრძოლი რა, აი როგორც პიროვნულადაც გაიზარდა თითქოს რა. უმარს რო შეხვდა, ის ჩხუბი იყო ვაფშე ცირკი დადგა რა. აი უბრალოდ ვაფშე სხვა დონის ჩხუბია ჩვენ. მე თუ ენდეს ვისთან ხო? ვისაც ეგონა რავი, ალბათ 9 ქონდა კუში მე მგონი რა. ისე იძახდნენ და ისე ლაპარაკობდნენ მასე რომ აუ მარმა უნდა მოიგოსო. კი ვიძახდი რომ მეთქი ვერ მოუგებს მეთქი, მაგრამ მაინც ბევრს ეგრე ეჯერა ესე ვთქვათ რა, სამწუხაროდ. მაგრამ ანუ ტიპმა რა გააკეთა ხო ნახეთ რა. ეხლა მგონია რომ ამ ჩხუბზე ვაფშე ისე ცემს რა ვიცი რა. ანუ ყველა თავის მაქსიმუმს ის რაც იქ დააკლო პირველ ჩხუბში, იმასაც დაამატებს ეხა აქ რა და უფრო აი ესე კარგად დამაჯერებლად იქნება ფინიშით მოიგებს, იმიტომ ვფიქრობ ფინიშს რომ ჩემს პირველ ბრძოლასაც ფინიშით მოუგებდა, მაგრამ აი რაც ბიზინა მაგნიშნა რა. ფსიქოლოგიურად გონია რომ სხვაგან იყო, იმიტომ რომ ყველამ ვიცით რა გზა გამოიარა მერაბმა, საიდან მოდის, მუშაობდა, შრომობდა და როცა რეალურად ის მომენტი დადგარაც თავის ოცნებასთან მიყავდა, ცოტა სხვანაირად იყო ფსიქოლოგიურად, რამე შეცდო, მაგრამ ეხლა უკვე ეს ყველაფერი აქვს, გამარის დაცული აქვს და გონია რომ თავის ოცნეხი მოხსნილია, თავისუფლად არის. თავის ოცნება ხდენილი აქვს და ჩემი აზრით რომ დააფინიშებს რა. იმიტომ რომ პირველ ბრძოლაში რეალურად შანსი იყო. მეოთხე რაუნდის ბოლოს მგონია და ჟე აი გამოვიდა. აი შონომალის საწყის რაუნდებში აქვს შანსი და აი საწყის რაუნდები თუ წააგო შონომალი ფსიქოლოგიურადაც გატყდება, იმიტომ რომ პირველი ჩხუბი ვერ მოუგო, მეორე ჩხუბიც იგივენაირად მიდის და თავის შანსი თუ ვერ იყო. უნდა უფრთხილდეს აი ესე კიკებს კორპუსში, გვიძილში, სადაც საფათოა ძალიან მუხლს უნდა უფრთხილდეს რა თქმა უნდა. ანუ ეხა ეგ ძალიან კარგად იცის თვითონაც რას უნდა უფრთხილდეს და როგორ უნდა უფრთხილდეს. უბრალოდ მაყურებელი ვინც გიყურებს, აი რაღაც ხრივ ვცდილობ მაქსიმალურად გავშალოთ და ავხსნათ რა, რომ მარტივი წარმოსადგენი იყოს მე ჩხუბის ყურების დროსაც რა, აი რომ უფრო კარგად გველიშკენ, აი მოდი ოღონდ ეს არ მოხდეს რა. ხო, ჩვენ ჩაუშვით ვართ აქ, მაგისთვის ხარ აქ უფრო ჩვენც ვცდილობთ. ვერაცაც უკეთესად. რა თქმა უნდა, დიდი წარმატება და ჩვენ ერთად ნახავთ ალბათ მაგასაც, რაღაცას მოვიფიქრებთ მაგისთვის. დაუცილებლად ეს. ეხა იცი რა არის, მე ცოტა მინდა რომ გადავხვიო ხოლმე. სულ მესაუბრება ხალხი რომ კი გამოდიხარ და რაღაც აი ბიზნეს პროფესიონალურად განიხილავს რაღაც დეტალებში, ბრძოლებს და ზოგადად ამ ივენტებს. ეს ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ ხალხს საინტერესებს სხვა მხრიდანაც რომ დავინახოთ ბიზნესაო რა. რა ტიპია რაღაცაო რა მანქანა მოწონს რაღაცა როცა ისვენებს სადუფრო ურჩევნია მთაში თუ ზღვაზე ალბათ ისვენებს სასადოს და ისვენოს რა. ხო და ამიტომ რაღაც ვარიანტში აი ეს არის საინტერესო თემა რომ თქვათ ჩატარდა ეს ბრძოლა როგორც იქნება და ცემე ის ვიღაცა. აი მე შემდეგი 2 თვე treba ოჯახი და არის ხო და აი სად წახვალ სად მე დაისვენებ ვიცი რომ მანქანები მოგწონს თქვა და BMW. ხო BMW არის ეგ BMW ამერიკულად არის ჩვენ გერმანულად BMW. ხო ანუ იდეაში რაღაცებზე ზოგადად წინასწარ ფიქრობს მაინც ყველა ადამიანი ვცდილობ ხოლმე რომ დავბლოკო სანამ არ გავაკეთებ რაღაცას მაქსიმალურად მინდა რომ კონცენტრირებული ვიყო იმ ბრძოლაზე რა მაგრამ ნუ რაღაც დონეზე მაინც ფიქრია თავისუფალია და რაღაცებზე მიდის რა ვიცი რომ მოვიგებ როგორ მოვიგებ დაახლოებით აი უკვე წარმოდგენილი მაქვს ხოლმე მე იქ რა მოხდება რომ გამოვდივარ და აი ძირითადად ერთი და იგივე სურათს ვაკეთებ მოვდივარ მოგებული ბურგერებს ვჭამ ეგ. აი ეგ უნდა მეკითხე რა საჭმელზე მიდიხარ? რითი აფუჭებ დიეტას? ხო, იქვე ძალიან ვცდილობ ხოლმე სადაც ვარ, რომ აი ბურგერები საიდან მევიშოვო და ვჭამო. ხო და ეგ არის ხოლმე ყველაზე მაგარი რაც გენატრება ბურგერი რა? არა, უბრალოდ მარტივი საშუალება ეხა წვაც და ხინკალს ვეშოვე და ბურგერი ცოტა ისეთია ხორცისა. როგორ? საყვარელი საჭმელი.
აი ხა რო თქვა, ბევრი დამცინებს ალბათ, მაგრამ აი მაგრად კაი შემწვარი კარტოფილი რომ მევასება, კაროჩე. ახალი კარტოფილი კამაში და კაი კახური შოთი და რაღაცა რა. სტანდარტული და თემები ერთად. პირველი ჩხუბის მერე ხინკალო. ხო, აი მაგარი თემაა, ეგ რომ აი აზე, კაი ალკოჰოლზე რა რამდენიმე დღე იდეაში უცხადებ ხოლმე ჩემ თავს ესე დასვენებას რა. რო ჩამოვდივარ, ეგრევე. ამნისტია არის, დიეტის აუცილებელია, ზოგადად დიეტაც აუცილებელია, რელაქსიც, ესე ვთქვათ, რაღაც ხრივ, იმიტომ რომ მithumedes ჩემ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, რომ მე სულ მოჭიმული ვარ და სულ ვარჯიშობ და ჩხუბი არის თუ არა, ჩხუბიდანაც რო ჩამოვდივარ ხოლმე, ვიძახი რომ მოდი აი ერთი კვირა 10 დღე დავისვენებ და ავისვენებ 10 დღე, მე რატომ ვგონი რომ ერთი ორი კვირა არაფერს არ შევიდა. ვიცი, იდეაში გეგმა ეგ არის, მაგრამ ჩამოვდივარ მეორე დღე, მესამე დღე გათენდება და რაღაცა რო გაკლია და გავდივარ დარბაზში, მოდი გაწელვით დავიწყებ, მე გავიწელები უცებ, მოდი რა ცოტა წავიჭიდაოთ და ვიწყებ აი ესე და ნელ-ნელა ისე მithრევს ხოლმე. ჭიდაობა აზარტია თან ეს ხელს თუ მოკიდებ მიყვები უეჭვი. ანუ ეხა ვფიქრობ, რომ რაღაცები კიდე უნდა შევცვალო, ცოტა უფრო უნდა დიდი ხანია რომ ესე ვარ ძალიან რეჟიმში. მინდა რომ პატარა საჩუქარივით გავუკეთო ეს ერთკვირიანი, რომ ჩამოვალ ჩემ თავსაც, ჩემ ოჯახსაც, ესე ვთქვა, ცოლ-შვილი მინდა სადმე წავიყვანო და აი ერთი კვირა მართლა მინდა, რაც არ გამიკეთებია. მოწყდებას აჯივანიებიც არ გააკეთე. აი, შეიძლება ცოტას დიდი ალბათობით ვირბენ სირბილი მიყვარს. და ესე სადმე რო წავიდე და ვირბინო და ესეთი რაღაცა, მაგრამ აი დიდად სიმართლე გითხრა მნიშვნელობა აქვს თქო, ზოგადად მთა მაგრა მიყვარს რა, ეხლა მთიდან ვარ მე თვითონაც ღებელი ვარ და კლდეები და ის მაგრად მიყვარს რა, მაგრამ ზღვას ძალიან მაგრად მიყვარს იდეაში. თუმცა ეხა სად წავარ, ხო? მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა ვახშე ზაფხული იქნება. მოიგოს. შენ თავარია ეხა საქმე რაც არის გასაკეთებელი. მე მოვდივარ იქ და საბურგერი უნდა მოვძებნო ყველაზე მაგარი ხარი ხა უნდა წავიდე და იქ ბურგერზე დავპატიჟე ლუბლიანაშია დედაქალაქშია თუ და მე ბურგერზე უნდა დავპატიჟე ესე იგი კიდე ერთხელ უთხრათ მაყურებელს რომ ბიზნეს აქვს ჩხუბი ბრაზილიელ მებრძოლთან ძალიან გამოსტილ მებრძოლთან 7 ივნის სლოვენიაში ლუბლიანაში შეიძლება ვინმე მოინდომოს წასვლა რატომაც არ რთული არა თან ჩინეთში ბევრად რთულია და სლოვენიაში ჩასვლა ეგეთი რთული ამბავი არა თან თუ ნამყოფი არ ხარ ადამიანი ჯوان ნახე რა არის რაღაცები ხო გეგმავენ ხოლმე თავის მოგზაურობებს რა და ხო შეიძლება ვიღაც ვიყურებდეს ხა დაგეგმილი აქვს რომ ივნისში სადაც უნდა წავიდეს რა და არ იცი სად დაგეგმოს სლოვენია ნახოს არ არის ახლა ცუდი და არ მგონია რაღაც კატასტროფული ფასი არა ხო ანძვერი არ უნდა იყოს ახლა მანძას მე დიდათ არ ვგითხარ ფულს არაფერში არ ვიხდი და არ ვიცი იმდენად მაგრამ დაახლოებით აი ფასები ისეთი არ არის გაბერილი რა UFC-ის ფასი არის თუ ბილეთებზე ამბობ ბილეთებზე ამბობ დასწრების ბილეთები ხა დავიც გააჩნია ვინები წავალთ მე ვგისურვო ბილეთებს მე ვარ თავარ ჩხუბებში ვარ და ბურგერი მე და ბილეთი რამდენსაც მინდა იმდეს ამოვიღე ბურგერებს მე და ბილეთი შენ ახლა ვიცი რომ უყურებს ასევე სხვა სახეობებსაც აი გიორგი მოვიდა ამ იმით ბარსელონას მაგაზე ბრავალ ტანჯური მაისო მე ვიცი რომ შენ პირიქით იყავი ხო კი მე რეალის ვის გულშემატკივარი ვარ რეალის გულშემატკივარი ბავშვობიდან და გუშინ ინტერისგან ვიყავი თელისული არ გვენდა კარგი დღე კი მაგრამ ჩვენზე ადრე მაინც გავარდნენ კარგი ანუ რაღაც პერიოდში ამ ვარჯიშების შემდეგ ახერხებ ანუ ფეხბურთსაც უყურო ხოლმე ხა გააჩნია რა ეტაპია რა ჩხუბამდე თუ უკვე მზადებაში და ჩართული ვარ გვიან კარგი სხვა სახეობა ფეხბურთის გარდა კიდე რამე თუ ისე რა ჭიდაობა სხვას ისეც არაფერს არ ნუ ჭიდაობას ალბათ უყურებ ძიუდო თავისუფალი კლასიკური სამი დიდ ღონისძიებებს უყურებ ხო ალბათ მსოფლიო თასი რაღაც ოლიმპიადა რაღაც კი ო ასე რომ მეგობრებო აი მიაქციეთ ყურადღება ბიზნესამ დაგვიანოსა რომ კახა მომავალში იქნება და მე კახა დავიმოწე სხვათა შორის ერთი კარგი ამბავი არის კახასთან დაკავშირებით მოდი აქაც გავაჟღერებ რა ეხლა გვაცნობებს სხვათა შორის გუშინ მითხრეს მანამდეც ვიცოდეთ მაგრამ დაგვიჟუსტეს უკვე ვოვებცი ესეთი ორგანიზაცია ესპანეთში ილიას ორგანიზაცია არის ილიას საკუთრებაში ესე ვთქვათ და იქ იბრძოლებს ოფიციალურად უკვე მოგვარებულია ყველაფერი ველოდებით უბრალოდ ზუსტ თარიღს ეხლა ზაფხულის პერიოდში მოწინააღმდეგეს ზუსტი თარიღი და მოწინააღმდეგე იქნება და სულ მალე მესამე გამარჯვებასაც მზადება დავიწყეთ უკვე აუ ეგ მაინტერესებს და ბოდიში შეიძლება რაღაცა მე პროფანი ვარ და
ასაკობრივი შეზღუდვები არ არის? 18+. 18+. 18 არის ყველაზე ის. ხარ და მე უკვე ჩაოლებრივ. აი ეს იამალი რო დარბოდა ხა იქ არ არის შეზღუდვები და ანუ აქ არის ესე იგი 18 წლამდე არ შეგიძლია პროფესიონალში იბრძოლო. შტატებშიც იგივეა? ყველგან ეგრეა. სადაც წახუდი MMA-ში 18 წელი ის რა. აი ხო არის რაღაცა იქ რომ თქვათ ალკოჰოლზე 21 წლამდე აქვს თქვათ რაღაცა. არა, 18 წელი არის ზოგადად ის რა, ზღვარია რა, ესე ვთქვათ და. ქვედა ზღვარი? ზევით ხო, ამის ზევით უკვე ჩაოლებრი 18 წელს გახდი. 18 წელს რო გახდი, ეგრევე არ იჩხუბე რამდენიმე. 5 დღეში ვიჩხუბე. 5 დღეში იჩხუბე, ეგრევე პირველი პროფესიონალური რჩხუბი მოიგო მაშინ. ერთი სული ქონდა, როდის გახდებოდა მზადებაში რო იჩხუბე. ხო, 18 წელს, 17 წელს მზადებაში. 17 წელს უკვე მზადებოდი პროფესიონალურად. აუ რა მაგარია და მოკლედ აი კახა დაგვიანონსა ბიძინამ რომ რაღაცა სუპერმარკეტში რა თქმა უნდა წარმატებას გისურვებ და იმედია რომ აი ბიძინა ხო ხშირად ხონს ხოლმე და შენ შემოგვიარეს სტუმრად რომ მოგვიყო ხოლმე როგორ მიდის ეს მზადება და რა იცვლება. ბიზნეს თავისთავად უდიდესი წარმატებები და კიდევ ერთხელ თუ საშუალება გექნება ჩამოდით და ესწარეთ ბრძოლას. იქიდან რომ ჩამოვა და რომ აქ ბურგერები დავახვედრე. ბურგერები ჩემია. თან ჭამა და თან ისა. მადლობა ძმებო, წარმატებები. მადლობა თქვენ. ჩვენ ერთი კვირით დავამშვიდობთ მაყურებელს და მომავალ კვირას ისევ შევხვდებით სტუმრებთან ერთად საინტერესო ამბებით, აბა დროებით. მადლობა.